იყავი საშიში არაფერია, სულ არაფერი. მე აქ საწყობიც მაბარია, ბოსტნეულია, სხვა რამეებიც არის, ცოტაა, მაგრამ არის. გატანა ვერ მოახერხეს, კატარღა კაპიტალურზე უდგათ. იყავი, წახვალ საგზალს გაგატან. ციგას მოგცემ, კარგი ციგაა. გორამ ჭამა დაამთავრა და ისევ ფიქრს მიყვა. გორამ 2 დღე ღამე დახო. მასპინძელმა გასაოცარი პატივისცემა და სიუხვე გამოიჩინა. ერთავად გვერდით უჯდა, საჭმოს ჯერ თავად გადაიღებდა, ერთ ლუკმას გადაყლაპავდა, არაუშავს გემრიელია უიტყოდა და გორას მერეღა მისთავაზებდა ხოლმე. მარტო არსა წავიდოდა, ღამითაც კი, მოსასაქმებლად გადიოდა, გორას უსათუოდ გააღვიძებდა, ხომ არ წამოხვალ. ერთი სიტყვით ასე იყო საქმე. ერთ კაცზე, ოტია პაჭკორიამ რომ თქვა, იმდენად თავაზიანი და ზრდილობიანია, რომ მოზრდელიაო. დილით საუზმეს რომ მორჩენ, ვასილევიჩმა უთხრა, გიყურებ წასასვლელად მზად ხარ და უნდა წახვიდე კიდეც. კეშა ტრაქტორისტი ხორმუცელა მამაძაღლია, შეიძლება პროდუქტებისთვის მოვიდეს. საჭიროა დაგინახოს, წესიერი ბიჭია, მაგრამ მენის ჭარტალი უყვარს. ეხლა ზურგჩანთას გაგივსებ და ღმერთმა მშვიდობა მოგცეს. კარგი? ეგრე სჯობს, მიუგო გორამ. ციგას რომ დამპირდი? წაიღე, მე არაფრად მჭირდება. გამომშვიდობებისას პოლიკარპ ვასილევიჩმა უთხრა. რანაირი კაცი ხარ, შენ თავად არიცი. 4 გაქცევა, ეგრე არ მითხარი? ამოდენა სავალი, ხუმრობ? ბევრი შემთხვევა მქონდა, ვერ წავედი, რაღაც მაკლდა. შიშარა და მხდალი, არა ვარ, რაღაც მაკავებდა. ვასილევიჩმა თავი ჩაკინდრა. ხდალი იყო, მიმიღებდი? უთხრა გორამ და გასწია. მოხუცმა ერთხანს კვალში უყურა, მერე დაიძახა, გორა, გაჩერდიო. დაეწია, ადგილის ტკეპნას მისდგა. რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ გაებედა, გორამ ხარზე ხელი დაადოს, თქვი, რა გინდა. მოხუცმა კიდევ დააყოვნა და როცა გორამ წასასვლელად გაიწია, მაშინ რა ამოღერხა. იმ პოდპოლკოვნიკმა წაიბორძიკა, ხელი ჩაიქნია და დაასრულა. იმ პოდპოლკოვნიკმა განზე გამეხმოდა, რა მითხრა იცი? საგზალი მიეცი წავიდესო. ასე მითხრა გეფიცები, გაუგებარია ღმერთმანი. გორა დაფიქრდა და მიუგო. კი გაუგებარია. მე ვიფიქრებ, რას უნდა ნიშნავდეს ეგ. გმადლო, პოლიკარპ ვასილევიჩი. წავედი. მშვიდობით, კაი კაცო. გორას პოლიკარპ ვასილევიჩის ბოლო ნათქვამი სულაც არ გაჰკვირვებია. მისი ფიქრის საგანი თვით მოხუცი კაცი იყო. საინტერესო მოვლენა ალბათ ჩემში დაინახა ის, რაც თავად ვერ შეძლო. რაღაც მაკავებდაო, გადამწყვეტი ნაბიჯის სინდრომი ახალგაზრდობის სურათის მიხედვით კაი გარეგნობის ხმაწვილი ყოფილა. კეთილი თვალები და გამომეტყველება ჰქონდა. რას დაემსგავსა, ღამე ვინმეს გადაეყაროს და ამუნჯებს. როგორია იცი? ვიღაცამ რომ სთქვა, რძიან ქოთაში ჩაიხედოს ასჭრისო. სწორედ ეგ არის. ბანაკების სამყარომ გარემომ ჩამოუყალიბა ეგ გარეგნობა. ჯდომა შენ გცვლის ხოლმე. ცვლის მაშ. ჩინეთში ხანგრძლივად რომ ცხოვრობენ, ირიბი თვალებით ბრუნდებიან, რამდენი გვინახავს. მაგიებს თავი დავანებოთ. ვასილევიჩ მაგერ 70 წელი იცოცხლა. რა მიაქვს, რა აღასულა, რა სტოვებს. ილთვის ჭვიტინით. ასე თუ ისე ვიღაც მაინც მოალხინა. ვიღაცას სასულე ორკესტრი შეაყვარა, ან შეაზულა. ეს აღასულა. ამას ასტოვებს. საფიქრებელია ჩემთვის გაკეთებული სიკეთე მაგის ცხოვრებაში არც პირველია და არც უკანასკნელი. ეს უკვე აღსულება და დანატოვარია. თუ თვალთმაქცობა არ არის. რაც შეეხება ამ ქვეყნიდან რაიმეს წაღებას, ეგ რიტორიკაა. ქვეყნიერება ღმერთს იმისთვის არ შეუქმნია კაცმა სააქაო და საიქიოში თავისი სულიერი თუ ხორციელი მონაგარი ზურგით ზიდოს. აქ უნდა დარჩეს. პეტია გახსოვს. 1000-ნაირი მამაძაღლობის ციხეებში ჯდომის ფასადაც კი ხომ მოაგროვა აუარებელი ფული და ქონება. ხომ ჩიტის რძი არ მოუკლია თავისი ნაგრამისთვის. მერე ისა რომ რძლებმა პეტიას რაღაც წვრიმალი ნივთები ვერ გაიყვეს. სამკვდროდ წაიკიდნენ. მიცვალებულისთვის ვეღარავინ მოიცალა. ფეხში შველი ჩაუშვეს ამარეში პეტია მილიონერი. ამან ვერაფერი წაიღო. მაგრამ დასტოვა. ფული, ქონება და საფლავი. სერიოზული ნაგებობაა.
იმ ფულად მშვენიერი საბავშვო ბაღი აშენდებოდა. ეს ამავე ძლების თვითრეკლამაა. ასეთი კაცი იყო და ასეთი ღირსეული მემკვიდრეები ყავართო. შენ ეგ პრობლემა წარსულშიც გაინტერესებდა და ამ ბოლო დროს მაგაზე ხშირად ფიქრობ. არ უნდა ვიცოდე რა შევძელი, რა აღვასრულე, რა ვტოვებ. მბორგალი პაპაჩემა შემარქვა. ამაოდ მბორგალი შეერქმია იქნება სჯობდა. ხომ ვიცით, კაცები, ვისაც მნიშვნელოვანი არაფერი აღუსრულებია და არც რაიმე მიუღია ცხოვრებისგან. გორამ ბორგალზე ვერავინ იტყვის, ცხოვრებისგან არაფერი მიუღიაო. მართალი ხარ, რაც მინდოდა სულიერი თუ ნივთიერი მქონდა, მაგრამ ალბათ იმიტომ მქონდა, რომ მატერიალური ბევრი არაფერი მდომებია. იცი რა მაწუხებს? სილას თუ მისთანათა მაგალითი. სილას საიდანღა მოგაგონდა. გამოცდილება მხოლოდ ის როდი გახლავთ, თუ როგორ არ ეგების, არამედ ისიც თუ როგორ ეგების. ამაში სილასთანებმა დიდი სამსახური გამიწიეს. რა გინდა დაუტოვებია და ეგ არის. ვასილევიჩი უკრავს, მაზურკას უკრავს. ჩემი მისვლის მერე არც ბაიკალი დაუკრავს, არც სხვა რამ. რა მაზურკაა უთხრა? ნიშანს ხომ არავის აძლევს. გამორიცხულია, მაგრამ რა გინდა მიტელენიც, რას ჩალიჩობ, რას მიმზადებ? გამომთვალე? მეც გამოგთვლი. მიტელენიც ნახავ თუ არა? გამოგთვლი. და შენ რომ ფინალს აპირებ, შევეცდები კოვზი ნაცარში ჩაგიგდო. რამ სიმძიმე ეს, ოხერი ციგა, რანაირად დამტვირთა, ჰა? როგორც უბძანეს, ისე დაგტვირთა. ამდენი საკვები ტყიურთან შეხვედრის მერე არა გქონია. კარგი, ახლა რაზე ვიფიქროთ? გაქცევები მოვიგონოთ. შენი მორ გაქცევას ატომღაც არაფრად აგდებ. რომლებსა, კაცო? რომლებსა და კაკოეც გვერაძე ჩეკისტებს რომ შეატოვე ხელში და შამპანურის ქარხნის კოლონიიდან გაქცევის დღეს მილიციაში რომ ამოყავი თავი შენა და ვეხაია. ოთარა მაჩიტაძემ და მილიციელს რომ გაეკეცი. მოგცლია რა. ერთი ტრიკიანი მილიციელისგან გაქცევაა. ეგრე თუ ჩათვალე იმ დღეს ორჯერ გავიქეცი. არა ძმობილო. გაქცევა ის არის ბანაკიდან ან ციხიდან რომ გაიქცევი. შენთვის სულ ერთი არ არის? დროსვით გაიყვან და როგორ გაერთობი. კარგი, ის გაქცევა გავიხსენოთ. შამპანურის ქარხნის კოლონიიდან. თავიდან ბოლომდე, კარგი? ეგრე იყოს. ის გაქცევა უფრო იმიტომ არ ჩაიშალა, რომ დრო იყო სწორედ შერჩეული. ბანაკის სასადილო ერთი ბრიგადის, ანუ 25 პატიმრის მეც ვერ იდევდა. ამიტომ სადილად რიგრიგობით დავყავდით. შიგ ქარხანაში 3 ბრიგადა მუშაობდა. გარეთ მშენებლობაზე დანარჩენი ბრიგადები. ჯერ ასადილებდნენ იმ ბრიგადებს, ვინც ქარხანაში მუშაობდა. როცა ამათ მოიყვანდნენ და სარდაფებში შერეკავდნენ, მერე იწყებდნენ მშენებლობაზე მომუშავე ბრიგადების რიგრიგობით წაყვანას. შევამჩნიე, რომ ბანაკიდან ბოლოს ნასადილევი, ანუ სარდაფებში მომავალი ბრიგადა და გარეთ მომუშავე სადილისთვის წასაყვანი პირველი ბრიგადა ერთმანეთს ხშირად გზაში ხვდებოდა და კოშკურაზე მდგომი გუშაგი ბანაკში მომავალ ბრიგადის ბადრაკს ემასლაათებოდა ხოლმე. ანუ მშენებარე ნაგებობის მოედანი დაცარიელდებოდა და ხსენებული მასლაათის გამო პრაქტიკულად უმეთვალყურეოდ რჩებოდა. იყო მეორე ხელსაყრელი ვითარებაც. იმ დროს შამპანური ღვინის ქარხანა ქალაქიდან, ესე იგი ტრამვაის ბოლო გაჩერებიდან 4-5 კილომეტრით იყო დაშორებული. ნახველებს ამ მანძილის გამოვლა პატიმრისთვის გადასაცემი ამანათი თურთ ფეხით უხდებოდათ. ასე მოსული მნახველი გუშაკს უსათუოდ კითხავდა ესა და ეს პატიმარი დღეს აქ მუშაობს თუ ბანაკშიაო და სხვა ასეთები. ამას საკმაოდ რომ ჰქონდა, რომ გამქცევ სამშენებლო მოედანი შეუმჩნევლად ან შედარებით მცირე რისკით გადაევლო. მე მაინც ბრიგადების შეხვედრის მომენტი ვარჩიე. უფრო ხანგრძლივი იყო, ხოლო სამშენებლო მოედნის უყურადღებო დატოვების დროის მონაკვეთი. მანამდე რაც იყო, ჯერ ისა ვთქვათ. ხო, ნახევრიდან დავიწყე. ეტავი რატომ? twენი გაქვს გადმოტრიალებული და იმიტომ. კარგი, თან საქმე. ომის დამთავრების შემდეგ პატიმართა სამყარო დიდ ამნისტიას ელოდა. ურწმუნო თომა ვარ, არ ამჯეროდა ისეთი ამნისტია გამოსულიყო, რომ მე და ჩემისთანებს შეგვეხებოდა. პირიქით. დარწმუნებული ვიყავი, გზები გათავისუფლდებოდა და შორეულ ბანაკებში გვიკრავდნენ თავს. ამნისტია რამდენიმე გამოვიდა. დეზერტირებს, ქურდებს, მცირევადიან და სხვა წვრილმან დამნაშავეებს შეეხო.
ჩვენ არა. კაცმას თქვას გაქცევისთვის მზადება მანამდე დავიწყეთ, სანამ საბოლოოდ დავწმუნდი, რომ არაფერი მეშველებოდა. ეს უპირველეს ყოვლისა იმაში გამოიხატა, რომ მკერდზე წმინდა გიორგის დიდი გამოსახულება დავასვირინგებინე ახალგაზრდა მხატვარს, ჩემსავით პატიმარ ლევან ცომაიას. ჩემი მაშინდელი შეხედულებით გაქცეული, რომ ავეყვანე და მკერდზე ხსენებული სვირინგი ენახათ, უდაოდ დამხრეთდნენ, როგორც თეთრი გიორგის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს. ამაში შესაძლოა არც ვცდებოდი. ყოველ შემთხვევაში ასეთი სვირინგის არსებობა სიფრთხილესაც შემატებდა და წინააღმდეგობის გაწევის უნარსაც. ამას უნდა დაემატოს წვერის მოშვება, რასაც უშუალოდ გაქცევის წინ გავიპარსავდი და ისიც, რომ გასაქცევი ადგილის ზებნას შეუდექი და ვიპოვნე კიდეც. ჩვენი ბრიგადა ეგრეთ წოდებული სატირაჟო შამპანურის საამქროში მუშაობდა. ეს იყო უზარმაზარი სარდაფების მთელი სისტემა, სადაც ღვინო ჯერ ძველდებოდა და შემდეგ მუშავდებოდა. ხსენებული სარდაფების სისტემას ერთადერთი ორფრთიანი კარი ჰქონდა. აქ დაცვა იჯდა, შემოსვლა-გასვლას დარაჯობდა, მაგრამ სარდაფების ბოლოში იყო კიდევ ერთი ცალფრთიანი ლითონის მძიმე კარი, ჯვარედინად რკინისავე რაზებით გადარაზული და უშველებელი ბოქლომებით დაკეტილი. ეს კარი სამშენებლო მოედანზე გადიოდა. საჭირო იყო მისი გატეხვა და გასვლა, მაგრამ გასვლა სწორედ იმ დროს, როცა ჩვენ, ანუ სარდაფში მომუშავე ნასადილებები ვიყავით. ხოლო მშენებლები სადილად მიყავდათ და კოშკურის გუშაგებსა და ბრიგადის ბადრაკს შორის მასლაათი მიმდინარეობდა. წინასწარ ჰქონდა ბოთლების შტაბელებში ყველაფერი მიმალული, წვერის გასაფარსი ხელსაწყო, სამოქალაქო ტანსაცმელი და ცოტაოდენი ფულიც. 20 სექტემბერი იყო. იმ დღეს გაქცევას არ ვაპირებდი, რადგან ჯერ არ მქონდა მოტანილი თენგის კანდელაკს, შემდგომში ცნობილ მემკვიდრეობით მეღვინეს, ჩემს უახლოეს მეგობარსა და საერთოდ კეთილშობილ ახალგაზრდა კაცს. საბუთები, პასპორტი და სამხედრო ბილეთი. დღე-დღეზე ველოდი. ჩემს სამალავს დროდადრო ვამოწმებდი ხოლმე. ხომ არავინ მიიაგნო და გამქურდა მეთქი. აი სწორედ იმ 20 სექტემბერს, როცა საბუთების მოლოდინში ვიყავი, სარდაფში შევედი და დავიწყე ზვერვა. სხვა ხომ არ არის აქ მეთქი. მუდამ ასე ვშვრებოდი, რაღაც ფიგურას მოვკარი თვალი. ჩემი სამალავი სიახლოვეს იყო, თამამად იქცეოდა, არ ეგონა თუ ვინმე უთვალთვალებდა. ფეხაკრეფით მივებარე. იმდენად გართული იყო ჩემი ქონების ქექვით, რომ ვერც გაიგო თავს რომ წავადექი. თბილისელი ქურდი მეტსახელად ბეხაია იყო. ნამდვილად, ოთარა მაჩიტაძე. რას ეძებ? დაიბნა. ენერგიის ეკონომიის მიზნით ნავთობები აქა-იქ ეკიდა და იმ რუმე სინათლეში ბეხაია საფლავიდან ამოღებულს გავდა. მიუხედავად იმისა, რომ გულადი კაცის სახელი ჰქონდა და არც თუ უსაფუძვლოდ, ესენი შენია? ამოღერხა როგორც იქნა, ჩემია. ცოტა ხანს იყუჩა და მკითხა, რა დგინდა? ლომბარდში უნდა წავიღო, იდიოტო. რისთვის უნდა მჭირდებოდეს, როგორ გგონია? წამოსვლელი ვარ, წამიყვან? იმ ბანაკში ყველა პოლიტიკურები ვიყავით, მაგრამ იყო ერთი მცირე რიცხოვანი ჯგუფი ქურდებისა და მათზე მიტმასნელი პატიმრებისა. ამათი თბილისში დატოვება ან დიდ ქრთამთან იყო დაკავშირებული, ან რაღაც სამძებრო მოსაზრებებთან. სხვანაირად ვერ იქნებოდა და ისიც ცხადია, რომ ამ მცირე რიცხოვან ჯგუფში ოპერწმუნებულის კაციც იქნებოდა შენერგილი. დავფიქრდი და მივუგე. დღეს არ ვაპირებდი, რახან ვნახე და გაიგე, დღესვე უნდა წავიდე. წაგიყვან ერთი პირობით. წავალთ სადილზე. მოგვიყვანენ, დაცვა სარდაფის ყველა კარში ამოწმებს, თავარ კარში ჩადგება. მაშინ გაჩვენებ გასასვლელს და გავალთ. მაგრამ გვერდიდან არ უნდა მომცილდე. არავის დაელაპარაკო, არც აქ, არც სადილობისას. ქურდებში კრუხი გყავთ. რასაც ლაპარაკობთ, ოპერმა ყველაფერი იცის. ვერ მოითმენ წამოაყრანტალებ. გაქცევა ჩამეშლება. გაიგე რაც გითხარი. გავიგე მაშ, ეგრე იქნება როგორც ამბობ. მართლაც გვერდიდან არ მომცილებია, არც სამუშაოზე, არც ბანაკში, არც ვინმესთან რაიმე კონტაქტი ჰქონია. დავბრუნდით. შევყარე სარდაფში, შეამოწმეს შემოსასვლელ გასასვლელები, ორნი კარებში ჩადგნენ, სხვები სხვა ბრიგადის სადილად წაყვანას შეუდგა. ამას დრო სჭირდებოდა, პატიმრები უნდა მოაგროვო, გადაითვალო, შენობიდან გაიყვანო, ხელახლა გადაითვალო. ამასობაში წვერი გავიპარსე.
ბეხაიას ოტმიჩკა მივეცი. ტანისამოსი გამოვიცვალე და სარდაფის ბოლოდან 2 ჩახანი მომესმა. ეს ნიშნავდა, რომ ბეხაიამ კლიტეები დახსნა და გადაყარა. ეჭვი მეწვია, რატომ სჭირდებოდა ეს ზედმეტი ხმაური. რასიზამ ამ ვითარებაში ყველაფერი საეჭვია, მაგრამ დრო წამებით იყო განსაზღვრული და უკვე რაზებისგან განთავისუფლებულ კარს მივადგი. ბეხაიამ კარი გამოაღო. გასვლა იყო საჭირო. აყოვნებდა, სურდა პირველი მე გავსულიყავი. ეს ქურდის წესია, საფრთხეს თავად არ შეუშვერს თავს, თუ კი არიფი გვერდით აყავს. ფიქრის დრო აღარ იყო. კი არ გავედი. კარი ვიწრო იყო, ძლივს გავძვერი. გამომყვა, პატარა ბაქანზე ვიდექით და არც ისე რთულად აღმოჩნდა საქმე. როგორც მე წარმომედგინა. გადავხდებოდი თუ არა, იქვე საფარს ქვეშ აღმოჩნდებოდით, რადგან სართულის ბეტონის გადახურვა დაგვიფარავდა გუშაკის, ყურადღებისა და თვალისგან. კარგა მანძილი იყო გასავლელი, შემდეგ იწყებოდა გვირაბი, რომელიც სადგურის ბაქანზე გადიოდა. მერე იყო 2 ლიანდაგი, დაღმართი და ბაღები მტკვრამდე. ვისკუპე გადავხდი. ბეხაიაც გადმოხდა, მაგრამ კარი არ მოიხურა. ესე იგი სარდაფში სინათლის ჭავლისცემდა. დაცვის ყურადღებას უთუოდ მიიქცევდა, ანუ გაქცევა გამშრომდებოდა. გადახდი, მოხურე მეთქი, არ დამიჯერა. აღარც მე ჩავაცივდი, მოусვით. გვირაბი გავირბინეთ. რკინიგზის ბაქანზე არავინ შარდა. ლიანდაგებზე ჩავხდით, ნელინაბიჯით გადავიარეთ, მიწაყრილი და ბაღებში ჩავედით და მტკვრისკენ გავწიეთ. საით მივდივართ? იკითხა ბეხაიამ. უკვე გარეთ ვარ, თუ გინდა შენ გზაზე წადი, თუ არა, ნუ მეკითხები მომყევი. აღარაფერი უკითხავს, ჩემი გეგმით უნდა გადაგვეცურა მტკვარი. გაღმა ნაპირით თბილისისკენ 2 კილომეტრი გაგვევლო. ხელახლა გამოღმა გადმოგვეცურა და ისევ აქეთ ამხრივ განგვეგრძო სიარული. ეს იმისთვის გვჭირდებოდა, რომ გამოდევნებული ძაღლისთვის კვალი გაწყვეტილიყო და მდევარს ევარაუდა. მარჯვენა ნაპირზე ვიყავით საძებნელი. მაშინ, როცა ჩვენ მარცხენა ნაპირით შევიდოდით ქალაქშიო. მტკვარს მივადექით, გავიძრე, რაც მეცვა. ქამრით თავზე დავიმაგრე. რომ არ დამსველებოდა და ამ დროს ზურგიდან გავიგონე. მე არ შემოვალ, ცურვა არ ვიცი. მივიხედე ბეხაია ისევ ისე იდგა, როგორც მოვედით. ბიჭო, ორთაჭალაში გაზრდილმა კაცმა ცურვა არ იცი, გაიხადე ან წადი, შემოდი, წყალი პატარაა, გიშველი. დამყვა. ალბათ რაღაცა მოსაზრება ჰქონდა ჩემთან დაცილებას თავს რომ არიდებდა. მტკვარი დამშრალი მოდიოდა. სულ რაღაც 10 მეტრი იყო. ისე ღრმა, სადაც ჩემი დახმარება დასჭირდა. გავედით, ჩავიცვით. ბაღ-ბაღ ვირბინეთ. ისევ გავიხადეთ, გადმოვცურეთ და 2 გასროლის ხმაც მოისმა. დაცვა ასე აღნიშნავს ხოლმე პატიმრის გაქცევასა და ამის გამო განგაშს, მაგრამ ჩვენ უკვე თბილისის განაპირა სახლებს შორის ქვაფენელით მივემართებოდით. გარეუბანი იყო. საარმიო პატრულები აქაურობას ვერ წვდებოდნენ. ცენტრში იყო საშიში. საბუთები არც ერთს არ ჰქონდა. ჩვენ იმავე დღეს გავებით, მაგრამ ეხლა შევისვენოთ, თორემ მეჯმა ძალიან გამიმლაშა. ო, თბილისში რომ შემოვედით, ბეხაიამ თქვა, კუკიაზეც მაკაცები მყავს, ჭიბგირები. იქნებ რაიმე საბუთები ჰქონდეთო. მივედით, პარე 5 მოგროვდნენ. ომი ახალი დამთავრებული იყო, ხალხს უჭირდა. მაინც ღვინო და რაღაც საჭმელი გაჩნდა უცებ, მაგრამ საბუთები არავის არ მოაჩნდა. მერე ბაქოს ქუჩაზე მოლასთან მივედით. არცა გამოვიდა რამე. გადავწყვიტეთ, მტკვარ გაღმა გავსულიყავით. პლეხანოვის გამზირზე რამდენიმე წვრილი პატრული დასეირნობდა. გამვლელ-გამოვლელს ძირითადად ახალგაზრდებს საბუთებს უსინჯავდნენ. დღემდე არ მესმის, რა მიზანი ჰქონდა პატრულირებას. ომი დამთავრებული იყო, დეზერტირები ამნისტიით გათავისუფლებული. რა ვიცი აბა, სადაც არ უნდა გადაგვეკვეთა, გამზირი პატრულ შევეჩეხებოდით. და სალამი საქართველოს უშიშროების სამინისტროს შინაგანი ციხის საგნებო. ეგ არის, როგორც იტყვიან, არა ვითარება საიდანაც გამოსავალი არ მოიძებნოს. მივაგენით კიდეც და აი როგორ. ჩელუსკინელთა ქუჩისა და პლეხანოვის გამზირის კუთხეში კინოსტუდიის მოპირდაპირე მხარეს. იყო ერთსართულიანი ძველი შენობა, შიგ განლაგებული რკინიგზის ბილეთების სალაროებით, რომელსაც შესასვლელი ჰქონდა როგორც ჩელუსკინელთა ქუჩიდან, ისე პლეხანოვის გამზირიდან. შეიძლებოდა შევსულიყავით ჩელუსკინელთა ქუჩიდან, მივსულიყავით გამზირზე გასასვლელ კართან, გავლოდებოდით, სანამ პატრული მუშტაიდისკენ გაივლიდა.
გადაგვეკვეთა გამზირი, რამდენიმე მეტრი მარცხნივ და ჩელუსკინელთა ქუჩა თავისი ხიდით, ხიდსიგით გმირთა მოედანი. ანუ ის რაც გსურდა. ასეც მოვიქეცით. გადავკვეთეთ ჩელუსკინელთა ქუჩა, შევედით სალაროებში, მივედით პლეხანოვის გამზირზე გამავალ კართან, დაველოდეთ სანამ პატრული კინოსტუდიას კარგა მანძილით გასწრებოდა, გადავჭერით გამზირი და აქ მოხდა ის, რასაც სრულ მოულოდნელობას უწოდებენ. მე წინ მივდიოდი, კვალში ბეხაია მომდევდა. გადავედით. წავედი მარცხნივ ჩელუსკინელთა ქუჩისკენ. 5 ნაბიჯი არც მქონდა გადადგმული, რომ იქიდან პატრულმა გამოუხვია. გამაჩერა და საბუთები მომთხოვა. ძალიან საქმიანად და გულდასმით მოვიქექე ყველა ჯიბე და სინანულით თქვი, შინ დამრჩენია მეთქი. მოგყვევითო, მითხეს და გატრიალდნენ. მივყევი, მაგრამ კუთხეს რომ გავსთით, ესე იგი ჩელუსკინელთა ქუჩაზე რომ გავედით, ხიდისკენ გავიქეცი, კი არ მივრბოდი, მივქროდი. სპორტსმენი ვიყავი, თანაც სახელმდობრ სირბილში სერიოზულად ნავარჯიშევი. 1-2 მომაძახეს გაჩერდი, თორემ გესვრითო და დამაყარეს კიდეც. ორივე ისროდა, არ ვიცი ერთ-ერთი შესაძლოა ჰაერში, მაგრამ ქვაფენილზე ტყვიებს ტკაცად-ტკუცი რომ გაუდიო და მესმოდა. ვიღაც კაცმა იმიტაცია გააკეთა, ვითომ ჩემს დაჭერას შეეცადა და მგონია იმ კაცმა და სხვა ფეხით მომავალმა მოქალაქეებმა გადამარჩინეს ზურგში პეპეშას ტყვიებს. სროლა მიწყდა. ვლავინდებურად გავრბოდი. მივიხედე აღარავინ მომდევდა და წყნარი 7 ნაბიჯით განვაგზე გზა. ხიდამდე 10 ნაბიჯი რომ მქონდა გასავლელი, სატვირთო მანქანა გაჩერდა. საფეხურიდან ის 2 ჯარისკაცი ჩამოხდა. რაღა იქნებოდა? გავჩერდი. რუკი ვერხო. არც ამიწევი, არც ავწევ მეთქი. არ ვიცი რატომ მიუგი ასე. ხელები ზურგს უკან ჯვარედინად შემოვილაგე. გამიგდეს წინ და მომყნენ. ჩელუსკინელთა ქუჩასა და პლეხანოვის კუთხეში სალაროების დიაგონალურად ერთსართულიანი ფთიზიატრიული დისპანსერი იყო წინ პატარა ბაღით. ბაღს 9 მეტრის სიმაღლის ბორდიური არ შეასავით ერთღაზე. ზედ ვიღაცები ისხდნენ. 3 კაცი. თავს გუშაგი ადგათ. მიმიყვანეს და დამსვეს. მეორე მოულოდნელობა. ბეხაიაც აქიჯდა. პირი დავაღე. წასული მეგონა. დამავიწყდა მეთქვა, რომ უკიაზე იმ ბიჭებს გაზეთი გამოვართვი. მთელი იმ ხნის მანძილზე ხელში მეჭირა. გავშალე და სახეზე ავიფარე, ვითომ კითხულობდი. არავინ მიცნობს მეთქი. რამდენიმე ნაცნობმა ჩამიარა, საბედნიერო ზოგმა ყურადღება არ მოგვაქცია, ზოგმა შემოგხედა, თვალი აგვარიდა და წავიდა. დარწმუნებული ვარ, ისეთიც იყო მათ შორის, რომელმაც გაიფიქრა ნეტავი, რა ხდება, რომ თავს ავტომატიანი გუშაგი ადგას და ეს კაცი კი ასეთი გატაცებით კითხულობს გაზეთს. ასე 4:30 იქნებოდა, იმ ბორდიურზე მსხდომები სატვირთო მანქანით ქალაქის სამხედრო კომენდანტურაში მიგვიყვანეს. ალექსანდრეს ბაღთან მორიგე ოფიცერს ჩემს გამო მოახსენეს. გარბოდა, დავიჭირეთო. მე გოგოლის ქუჩის 33 ნომერ სახლში მცხოვრებ გიორგი ალექსანდრეზე მაისურაძედ უნივერსიტეტის სტუდენტად გავასაღე თავი. ბეხაიამაც სტუდენტობა დაიბრალა. სახელი თავისი დაიტოვა. კალანდაძე ვარ, ფიროსმანის 12-ში ვცხოვრობ. ჩვენი გვარები მორიგე ოფიცერმა დიდი სრუდუნობით ჩაწერა დავთარში და ორივენი ისეთსავე ბნელს ვიწრო და ნესტიან სარდაფში შეგვყარეს, როგორშიც ლაზარილიო ტორმესერი და მისი რაინდი ცხოვრობდნენ ერთად. კარგა ბლომა ხალხი დახვდა შიგ, ყველა განაბული და ფიქრებში წასული ბრძანდებოდა. გოგოლის ქუჩა მე და ფიროსმანისა ბეხაიამ, იმიტომ ვთქვით, რომ ეს ქუჩები მილიციის ერთი და იგივე განყოფილებების კომპეტენციაში შედიოდა. სახელმდობრ მეცხრესი. იქ თანამშრომელი მეგულებოდა, გულიკო ზაქარაია. შორეულ ნათესავად მერგებოდა. წყალწაღებული ხავს ეჭითებოდა. შესაძლოა მე და ბეხაიას ერთად იმიტომ დაგვიძახეს, რომ ერთ მილიციას ვეკუთვნოდით და აი კიდევ ერთი მოულოდნელობა. მაგი და სხვა ოფიცერი უჯდა და არა ის, რომელსაც ჩემი გაქცევის ცდა მოახსენეს. ეს იმიტომ მოხდა, რომ მორიგე 5 საათზე შეიცვალა. ძველ სახლისთვის ჩემი ამბის თქმა დაავიწყდა. ფიქრობ, სწორედ ეს მომენტი იყო ჩემი უიღბლობის შემოტრიალება იღბლიანობისკენ. შევსებული ბლანკების მიხედვით რაღაცები გვკითხა. ერთი 40-45 წლის თოფიანი კაცი მოგვიჩინა და მეცხრე განყოფილებაში გაგვისტუმრა.
ხელების ზურგს უკან ჰქონდა ჯვარედინად შემოლაგებული. წინ ჩვენ მივდიოდით უკან, ასე 10-15 ნაბიჯის მოშორებით ის მებადრაგი მოგვდებდა. ვორონცოვის ხიდები გადავიარეთ. კამოს ქუჩით მივდიოდით. ბეხაიას გადაუჩურჩულე თავი არ მიმიბრუნებია ისე. სემიონოვის ქუჩასთან შენ ზევით გაიკეცი, მე მტკვარში გადავხდები მეთქი. და კიდევ მოულოდნელობა. რანაირად გაიგონა ჩემი ჩურჩული ბადრაგმა, თანაც საგრძნობ მანძილზე. დადექითო გვითხრა, დავდექით. ყველაფერი გავიგონი, რასაც აპირებთ. ოჯახისა და შვილების პატრონი კაცი ვარ. არ დაგინდობთ, გესვრით. ნურც თავს გაიფუჭებთ, ნურც მე გამხვევთ შარში. სიტყვას გაძლევთ, მიგიყვანთ მილიციაში, ხელს მოვაწერინებთ ჩაბარებაზე და არაფერს ვიტყვი, რომ გაქცევას აპირებდით. შევთანხმდით? ჩვენ ცხადია, ხელი დავიბანეთ, არაფერი მაგდაგვარი არ ყოფილათქო. იარეთო. ვიარეთ, მიგვიყვანა, მორიგეს ქაღალდებზე ხელი მოაწერინა, ხმა კრინტი არ დაუძრავს, გაბრუნდა და წავიდა. მაშინდელი მილიციის მორიგის დარბაზში დაკავებულთათვის ხის რიკულებიანი მოაჯირით შემორაგული. ფარეხივით რამ ჰქონდათ დაპატიმრებულთათვის. საგნები იყო. იმ ფარეხში შეგვყარა მორიგემ, რომელიც ასევე შემორაგულ პლატფორმაზე უჯდა საწერ მაგიდას და ტელეფონის ზარზე ასე პასუხობდა. 9 отделение, дежурный старший лейтенант თავაძე слушает. დარბაზი არ იყო, დიდი ოთახი იყო. იქ ხალხი ირეოდა. ნუ იტყვი მეძავები, ჯიბგირები, ეჭვით მოყვანილი, თორემ საქმეზე დაჭერილებს საკანში ათავსებდნენ. იყვნენ ბოშაქალებიც, კოჭის ძაფითა და სხვა წვრილმანით მოვაჭრეები და ხულიგნებიც, რომლებიც ჩხუბსა და ლანძვაგინებას აქაც განაგრძობდნენ. მორიგე სტარში ლეიტენანტ თავაძე ყოველივე ამას აუმღრევლად შესყეროდა, რიგრიგობით უხმობდა და ზედიზედ ათავისუფლებდა. ამ ფაქტს ასე ასრულებდა. კაზარიან, გოუში მაგ. დრო გადიოდა. ველოდით, რომ აი ახლა შემოვლენ ოპერატიული მუშაკები, ისინი, ვინც ჩვენ გაქცეულებს გვეძებდნენ და მორჩა გაქცევა. გაქცეულებს ეძებდნენ ხოლმე ყველგან, მათ შორის მილიციის განყოფილებებშიც. რადგან ადვილი შესაძლებელია გაქცეული უკვე მილიციის მიერ იყოს აყვანილი. ასე ხშირად ხდება, მაგრამ ჩვენ და ბედად ამგვარი გულმოდგინება არავის გამოუჩენია. რომ არ არსებობს ვითარება, საიდანაც რაიმე გამოსავალი არ იყოს, ეს ჩემი ცხოვრების დევიზია. დაბადებიდან დღემდე და ჩემმა ტვინმა ამ მიმართულებით მართლაც გრანდიოზული სამუშაო შეასრულა. შეასრულა და შედეგიც მიიღო. მდგომარეობა ასე განვითარდა. სამორიგეო დაცარიელდა. ერთი მილიციელი გადიოდა და ისევ ბრუნდებოდა მორიგის ახალ მითითებამდე. მეორე, კაზარიანი, შემოსასვლელში იჯდა და დროდადრო თვლემდა. ბატონო მორიგე, ნება მომეცით მოვიდე. ესე იგი, შემორაგულიდან გამოსვლისა და ორიოდე სიტყვის თქმის უფლება ვთხოვე. გამოდი. მიუახლოვდი და ძალიან ხმადაბლა უთხარი. ბატონო მორიგე, რა აზრი აქვს ჩვენს აქ ყოფნას? ერთ-ერთი გაგვიშვით. ორივეს საბუთს მოიტანს. ბევრს არ შეგპირდებით, მაგრამ 300 მანეთს მოგართმევთ. ამასობაში ბეხაიამაც დატოვა რიკულებიანი ფარები და გვერდში ამომიდგა. სტარში ლეიტენანტ თავაძემ კარგა ხანს იფიქრა და ბეხაიას უთხრა. წადი შენ და მოიტანე ყოლიფერი. მორიგეს ეს ფრაზა დამთავრებული არ ჰქონდა, ბეხაია ადგილს მოსხდა, ხელი ვტაცე და ძლივს გავაჩერე. დედაჩემს უთხარი საბუთებს 300 მანეთი გამოაყოლოს. მორიგის გასაგონად ვთქვი. კაზარიან, გოუში მაგ, უკვე კართან მისულ ბეხაიას ეხებოდა ეს ამნისტია. ვიცოდი ბეხაიას ვეღარასოდეს ნახავდი, რადგან დედაჩემს ლანჩხუთის კოლონიაში ნამდვილად არ მიაკითხავდა. მიეკითხა კიდე ჩემი საბუთები უშიშროების სამინისტროს არქივებში საიმედოდ ინახებოდა, მაგრამ ეს ფანდი გეგმის მხოლოდ ნახევარი იყო. აქვე ვიტყვი. ისიც ვიცოდი, რომ დანაპირების 300 მანეთის მოსატანად მორიგე ბეხაიას გაუშვებდა. მე გეგმის მიხედვით 300 მანეთიანი მძევლის როლი მომენიჭებოდა. ეხლა ყველაფერი ეკიდა იმაზე, შემოვიდოდნენ თუ არა ოპერატიული მუშაკები უახლოეს საათ ნახევარში და აღმომაჩენდნენ თუ არა რეგულებიან მოაჯირს იქით, თარეხში. ასეა თუ ისე საქმე სასურველი არხით მიემართებოდა. თავაძემ თავისი მაგიდა დასტოვა. გარეთ გავიდა. ცოტა ხანში გულიგო ზაქარაიამ შემოანათა თავისი სათვალეთი.
იმ წუთშივე პირქვე დავემხე მერხზე. თავი მოვიმძინარე. მე ის აღარ მჭირდებოდა და საშიშადაც ჩავთვალე. დავნახებოდი. რა იცის კაცმა სისხლის სამართლის სამძებროს დაბალჩინიანი მუშაკი იყო. თანამდებობის მომატება რომ განეზრახა? ეს იმ თავითვე უნდა გამეთვალისწინებინა, მაგრამ ხომ თქვი, წყალწაღებული კაცი ხავს ეჭიდება მეთქი. ესეც ნუ იქნება ჩემს გეგმას კიდევ ერთი ფრიად არსებითი ხარვეზი აღმოაჩნდა და სახელდობ რაირა. გულიკო ზაქარაია ტელეფონით ბარე 9 საათი ელაპარაკა ვიღაც გოგოს. სად არე პატიჟა, რა არ შესთავაზა, მაგრამ გონია ყველაფერზე უარი მიიღო. ეს იქიდან ვიცი, რომ ყრუმილი დადო ძალიან მსუყეთ შეიგინა და ნერვე ბაშტილმა დასტოვა გაყოფილება. ცოტა ხანში მორიგე თავაძე დაბრუნდა. თავისი ადგილი დაიკავა. ვიჯექი და ვფიქრობდი, უკვე დრო იყო თუ არა გეგმის მეორე ნაწილის განხორციელება შევდგომოდი. მე შინოდა აჩქარებით არ გამეფუჭებინა ასე კარგად დაწყებული ოპერაცია. არა და ოპერატიული მუშაკები? მაინც მოვითმინე, კიდევ 9 საათი და ისევ თხოვე მივეშვი სიახლოვეს. ბატონო მორიგე, ხმადაბლა მივმართე, რომ კაზარიანს არ გაეგონა. ის ბიჭი რაღაც საეჭოდ გაქრა. გოგოლის ქუჩაზე ასვლას 2 საათი უნდა. წარმოვიდგინოთ ასეთი რამ, თქვათ ეს კაცი დეზერტირი ან დამნაშავეთა სამყაროს ეკუთვნის. მივიდა დედაჩემთან, გამოართვა ჩემი საბუთები, ფული და გასწია თავის გზაზე. მე ხომ უნდა განვაცხადო, რომ პასპორტი და სამხედრო ბილეთი დავკარგე. რა ვთქვა? რაია, შენ და მაგ ბიჭი ერთად არიყავით? არიცნო ვინაა? ერთად ვიყავით, უკეთ ვთქვათ, ერთად მოგვიყვანეს კომენდატურიდან, მაგრამ რა ვიცი ვინ არის? ისე ღრმა ჩაფიქრებული, დევიატი ადილენია, დეჟურნი სტარში ლეიტენანტ თავაძე რომ იყო, როდენიც ცნობილი ქანდაკების შემდეგ აღარავინ და აღარაფერი მინახავს, მაგრამ გონ შედარებით მარტად მოეგო და მკითხა, საცხოვრობ შენ? გოგოლის 33-ში, მეც მარტად მიუგე. თავაძე ყურმილს დასწვდა, ჩემი გეგმის არსებითი ხარვეზი ამუშავდა, ნომერი აკრიფა. ათელა, გამარჯობა შენი, როგორ ხარ საყვარელო? ხომ ხარ კარგად? ის ლაპარაკი დაახლოებით 3-4 წუთს გაგრძელდა. სიმართლეს ვიტყვი, ჟვანტელმა დამიარა, მუხლებში სისუსტე ვიგრძენი, ლამის წავქცეულიყავი, მკლავებით მოაჯირს დავეყრდნენ და ასე განვაგრძე ჩემი სასიკვდილო განაჩენის პრეამბულის მოსმენა. კაი აბა, დაასრულა ლაპარაკი თავაძემ. ახ ერთი გოგოლის 33-ში მაისურაძე თუ ცხოვრობს. დარწმუნებული ვარ, ასეთმა პაუზებმა არაერთ შემსავით გენიალურ პიროვნებას მოუღო ბოლო, ძირითადად ინფარქტის მეშვეობით. პაუზა კარგა ხანს გაგრძელდა. ნათელა ეძებდა. კაი აბა, დაგირეკავ კიდევ, თქვა მორიგემ და მილიციელს მიმართა. კაზარიან მოიაგე. მეგონა კაზარიანი გასაღებების სასხმულას ამოიღებდა, ტელეფონში შემაგდებდა და ერთ-ერთ საკანში მიკრავდა თავს. ნურას უკაცრავად. წეიყვანი ახლა ეს ბიჭი გოგოლის ქუჩაზე. წამეიღებს საბუთებს და მეიყვანე ისევ. აუცილებლად მეიყვანე ისევ, ხო გესმის? წაით. მადლობა ვთქვი და კაზარიანი აქ რომ ვეღარ მომიყვან და ამაში ეჭვი შეტანა იდიოტის ხვედრია. ერთი სასაცილო თუ დრამატული რამ მოხდა. ინოშულის ქუჩას რომ მივაღწიეთ, მარჯვნივ შეუხვი. სად მიდიხარ? კაცად მკითხა. აქ 50 ნომერში დედაჩემი ცხოვრობს. დედაჩემი საღამოობით აქ არის ხოლმე. შინ მარტო ვერ აძლევს. ეხლა რო გოგოლზე ავიდეთ, შინ რო არ დაგხვდეს, რა ისევ ჩამოვიდეთ? მილიციელმა ასეთ არგუმენტს ვერაფერი დაუპირისპირა. ამ ქუჩაზე მქონდა გატარებული ყრმობა. 50 ნომრის ეზოს, 48 ნომრის ეზოსგან გადანგრეული აგურის ღობე ყოფდა და თვით 50 ნომრის შესასვლელი გრძელი და ბნელი იყო. შევედი, შემომყვა, მოუტრიალდი. ყბაში უთავაზე. იმხელა ვირგლა ვიყავი, დარტყმა სანუკაუტო იყო. 48 ნომრის ეზოში გადავხდი. ქუჩაში გავვარდი და რიგიანად ვერ გამირტყავს, კაზარიანის გამოვარდა. სროლა ატეხა. კლდიაშვილის ქუჩისკენ გავრბოდი. ხიზირას შეყვარებული წვილი იდგა. იმ სროლაზე ბიჭის არ ვიცი, გოგომ შეჰკივლა. გულწასული დაეცა. წავედი, რა თქმა უნდა. მილიციელზე ძალადობა ჩემი სიცოცხლის მანძილზე პირველი იყო და უკანასკნელიც, მაგრამ ის რომ გოგოლის 33-ში მაისურაძე მართლა ცხოვრობდა და ეს შემოწმებულია, იმ მრავალრიცხოვან დამთხვევათა შორის, რითაც
ახსავსია ჩემი ცხოვრება, უმნიშვნელოვანესი მაინც ეს დამთხვევა იყო. მოიცა, ეს რა გამოდის? მიტილენიჩმა რამდენი გაქცევა უნდა დამაწეროს? რამდენი და? პირველი ჩეკისტებისგან, მეორე და მესამე ერთ დღეს ბანაკიდან და მილიციელისგან, 2 ყარაგანდიდან, მე-6 ბუხტავანინადან. გაქცევა არ იყო, ცდილობა გახდათ, მე-6 ეს გაქცევაა. დასყოლოს ეშმაკმა, როგორც უნდა ისე იანგარიშოს, რა განსხვავებაა? ხო, ის ღამე კი სასაფლაოზე გავატარე. იასამნებით გაბარდული სამარე იყო. დიდი ხნის მიტოვებული და საოცრად რბილი, ალბათ წლობით ნაცვენი ფოთლებით გაფაფუკებული ნიადაგით. გვდარივით მეძინა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი განცდები მქონდა გადატანილი, რიჟრაჟზე გამეღვიძა, მაგრამ საღამომდე ქალაქში ფეხი არ გამეთქმებოდა. მიუჯექი ვიღაცის საფლავს კაიჭირის უფალივით, მახსოვს შორი ახლოს შუადღე გადასული იქნებოდა ქალბატონები ნატო ვაჩნაძე და კირა ანდრონიკაშვილი გამოჩნდნენ. დები დასხდნენ პატარა ხნით, დატოვეს ყვავილები და წავიდნენ. მოგვიანებით მივედი დავათვალიერე, წარწერა ვერსად ნახე. ნეტავი ვის საფლავზე იყვნენ. დაღამდა. გარეთ მამიდა მყავდა მარტო ხელა, შინაბერა ქალი. გამოვეცხადე. კარადა ოთახის გარდი გარდმოედგა. კარადის იქით საწოლი იყო. ადგილი მომიჩინა, 2 სართულიანი სახლის ზედ მიწაზე მდგარი ოთახი იყო. ზემოთ ცელბინაში ბომბორა ჩეკისტი ცხოვრობდა. ისე რომ დაცვით უზრუნველ ყოფილი ვიყავი. მამი და თამარი დილიდან საღამომდე სამსახურში იყო. მე საღამომდე გარეთ გასვლა არ შემეძლო და არც მჭირდებოდა. დღისით ვერავის დავენახვებოდი. ამ ოთახთან დაკავშირებით. ამ ოთახში ისეთი რამ მოხდა, მთელი სიცოცხლე გავიდა მას მერე და არა მარტო დღემდე გუშინდელივით მახსოვს. არამედ პატიოსნების თავშეკავებისა და მეორე მხრივ უხამსობისა და გულის ერთი წამოძგერებით ნაკარნახევ საქციელს შორის ზღურის ფასი ვისწავლე. ცხოვრება სკოლაა, დაბადებიდან სიკვდილამდე. განსაკუთრებით ახალგაზრდობაში, თუ ცოტათი მაინც დაღვინებულია გონება. თავს ცუდად გრძნობ. სიცხე მაქვს. აბა მაჯა გავისინჯოთ. გორამ სიცხიანმა იარა ბარე 3 დღე და ღამე. სანამ ფილიპოვის რუკაზე აღნიშნული მონადირის ქოხი იპოვნა. გრძნობდა, კარგა ხნის დასვენება და მკურნალობა დასჭირდებოდა. ცის ქვეშ ეს ვერ მოხერხდებოდა. სითბო იყო საჭირო. ამიტომ იარა და ეძება ასე დაჟინებით. შორიდანვე დაინახა. კარგად აზვერა. ნახა ბოლი არ ამოდიოდა და აღარ დაუყოვნებია. მივიდა. კარზე ბოქლო მიეკიდა. გასაღების სევნას კარგახანი მოუნდა. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იცოდა, სადაც უნდა ყოფილიყო. სწორედ იქიდო, მიშა ფილიპოვმა რომ თქვა. ანუ იქ, სადაც მონადირეთა დიდი უმრავლესობა ინახავს სანადიროდ გასვლისას, ან სეზონის დამთავრების შემდეგ. ბოქლომი მოხსნა, შევიდა. როგორც რიგი და წესია, ღუმელთან კვარი, წვრილად დაპობილი შეშა და ასანთი დაუხვდა. ცეცხლი დაანთო. ქოხში სითბო დატრიალდა. კიდევ შეუკვეთა. საძილე ტომარაში ჩაძვრა და როდესაც გამოეღვიძა, ქოხში ისეთივე ყინვა იყო, როგორც შემოსვლისას. გორას ფიქრებში ჩაეძინა ისევ. შიმშილმა გამოაღვიძა. ვერც ახლა გაიგო თუ რამდენ ხანს ეძინა და გულში ჩარჩენილი დედაზე შეწყვეტილი ფიქრები დაასრულა. ჩემი ბრალია შენი სიკვდილი, ჩემო დედიკო. არ გავქცეულიყავი იმ ლანჩხუთის კოლონიაში მოიხდიდი ვადას. გადაგასახლეს, ვერ გაუძელი. ჩემზე ეგ ცოდვა, ამიტომ არ გუნა მაღალმა ღმერთმა. მარადისი მაწანწალისა და მარტოობის ხვედრი. ამ ცოდვისა არც გამოსყიდვაა შესაძლებელი. კიდევ ერთხანს იწვა, ტომრიდან გამოძვრა. თავს უკეთ გრძნობდა. მიუხედავად იმისა, რომ წინა გამოღვიძების შემდეგ წამლები არ დაულევია, მაგრამ თავბრუ ესხმოდა. ქოხში საჭმელი არაფერი იყო. საკუთარი მარაგით დანაყრდა. წამლები დალია. ქოხი გააყუნყულა, ისევ ტომარაში შეძვრა და წინა ძილში ნანახის სიზმარი გაახსენდა. სიზმარი იყო თუ ზმანება, არც სიზმარი იყო და არც ზმანება, ვიღაც შემოვიდა, გიყურა და წავიდა. მოიცა, რომელი იყო, გოლიათი, ჩანძოლინი თუ ნეტარი? კაცი იყო, კაცი, ცოცხალი.
წვეროსანი, თოფიანი, გიყურა და წავიდა. ვინ უნდა ყოფილიყო? ქოხის პატრონი სეზონს მორჩა, ქოხი ჩაკეტა და წავიდა. შემთხვევითი პირი გამორიცხულია, არა, რა თქმა უნდა. კარგი, როგორ დავადგინოთ, როდის გვესტუმრა? როდის წავიდა და რას იზამს? რა უნდა ქნას? უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე პარე 200 კილომეტრია. 200 მეტრი იყოს, შეგიძლია ადგე და იარო. არ შემიძლია. სანამ სიცხე გამოგვნელდება, ვიყოთ აქ. გორამ ისევ დაიძინა, მაგრამ მალევე გაიღვიძა. ღუმელი ჯერ კიდევ თბილი იყო, იწვა. ფიქრობდა, რაღაცა არ მოასვენა, ჩაიცვა, სამგზადის შეუდგა. ისევ დაიძინა და სისხლამდილას უკვე გზად იყო. ნელა მოძრაობდა. ციგასა და თხილამურებს ძლივს მიათრევდა, მაგრამ საღამოსთვის 30-მდე კილომეტრი ჰქონდა გამოვლილი. მსხვილი თოვლი წამოვიდა, თითქმის ისეთი სუბტროპიკულ სარტყელში რომ იცის, გაუყინავი ფიფქი. რომელიღაც მდინარის პირს მიადგა, დასაცურებლად გამზადებული მორების პირამიდა იდგა. შეძრა. ლოგინი მოიწყო, დაიძინა. როცა გამოეღვიძა, ვერც ახლა გაიგო რამდენ ხანს ეძინა და ისევ ძილს მისცა თავი. როგორც შემდგომში დაადგინა, 3 დღის მერე გახვიძებია. კარგი დარი იდგა, მზე ამოწვერილიყო. საფარიდან გამოძრა. ადგილმდებარეობა და დრო დაადგინა. კალენდარში აღნიშნა. გუდანაბადი აიგრა და გზას გაუდგა. გორას თხილამურები ზურგზე ეკიდა. ფეხით მიდიოდა. შორს საკვამურიდან ამომავალი ბოლის სვეტები მოჩანდა. გაჩერდა და იმაზე დაიწყო ფიქრი, რომ აგერ იქ სითბოში ადამიანები ცხოვრობენ. ქალები სამზარეულოში ფუსფუსებენ, კაცები წეკოს აფუილებენ. ბავშვები თამაშობენ და ვიღაც ვიოლინოს აქვითინებს. მიაყურა. უნებლიეთ დაიძრა. ხმაზე გასწია. იმ მანძილზე გაჩერდა, რომ ვიოლინოს ხმა უკეთ გაეგონა. ერთხანს უსმინა, მერე გზა განაგზო. თავისი საბანაკო ცხოვრების ერთი ეპიზოდი გაახსენდა. ალიახნოვიჩი, მუსიკოსი. უკვე მოხუცი კაცი თავის დროზე ლენინგრადში რომელიღაც რესტორანში უკრავდა, ორკესტრში. ლაღბობაზე დაიჭირეს, 10 წელი მისცეს. ცოლი ბანაკში სანახავად ჩამოვიდა. ვიოლინო ჩამოუტანა. ის და მოხუცი უკრავდა და ერთობოდა. ერთი უკრაინელი ბიჭი იყო გვარად კოდრიკი. აუხირდა ვიოლინოზე დაკვრა მასწავლეო. ალიახნოვიჩი ასწავლიდა სამაგიეროდ, კოდრიკი ემსახურებოდა. ურეცხავდა. სასადილოდან პური და საზრდო მოჰქონდა. ბიჭმა საოცარი ნიჭი გამოიჩინა. სწრაფადაც დაეუფლა ვიოლინოს და სულითაც მდიდარი ადამიანი აღმოჩნდა. კლასიკასაც კი უკრავდა დალოცვილი და ისეთი შთაგონებით, აღმაფრენითა და ოსტატობით, რომ პროფესიონალი გეგონებოდა. ალიახნოვიჩს იმ მოხუცი მეუღლის გარდა არავინ ჰყავდა. ყველა ლენინგრადის ბლოკადაში დახოცოდა. ცოლის გარდაცვალების ამბავი მოუვიდა საცოდავს და მალე თავადაც გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ანდერძი დაწერა, ვიოლინო კოდრიკს დაუტოვა. ანდერძი მოწმეებმა დაუდასტურეთ. ალიახნოვიჩი რომ იტყვიან, გაცივებულიც არ იყო, ვიოლინოს წასაღებად ჩეკისტი მოვიდა. კოდრიკმა ანდერძი აჩვენა, ჩეკისტმა წაიკითხა, შეცფა და გაბრუნდა. ალბათ იმის მოსაფიქრებლად შემდგომში როგორ ემოქმედა. ეს შეცდომა იყო, რადგან კოდრიკმა ვიოლინო გადამალა და ჩემთან, უკეთ თქვათ ჩვენთან, ქართველებთან მოირბინა. საქმე ასე და ასეაო. უკვე სხვა დრო იყო, ჩეკისტებს არც თუ ბევრი რამ გაუდიოდათ. შესაძლებლობა გქონდა არაფერი გაგვეტანებინა და კოდრიკი, რომელიც ერთ-ორ თვეში უნდა გათავისუფლებულიყო, წაიღებდა ვიოლინოს და გასწევდა თავისი კარპატებისკენ. მაგრამ ვიოლინო რა იყო ამისთვის შარში გამულიყავით? შარში, იმიტომ რომ ბრძოლა იქნებოდა საჭირო. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ვიღაცამ თქვა, მისცეს ვიოლინოს დედაცვატირეო. კოდრიკმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. არაფრის გულისთვისო. პირადად მე საეჭოდ მივიჩნია მისი გაჯიქება. იმანაც შემამჩნია, რომ ეჭვი აღმეზრა, განზე გამიხმო და ჩამჩურჩულა. ვიოლინო, ამატი არისო. პირი დავაღე. ამატი ალიახნოვიჩს? გამოირკვა, რომ ჩეკისტმა ამისი არაფერი იცოდა. უბრალოდ სურდა მიეთვისებინა გარდაცვლილი პატიმრის ვიოლინო, მის სხვა ქონებასთან ერთად, თუ კი რაიმე საყურადღებო აღმოჩნდებოდა. ამდენად საჭირო იყო მხოლოდ ის, რომ იმ მუსიკის ტრფიალ ოფიცერს განზრახვაზე ხელი აეღო.
გადაუწყვიტეთ თუ სხვა ოფიცერთან ერთად გამოჩნდებოდა ვიოლინოს დასაპყრობად, ჯერ სიტყვით და შემდეგ ძალით ჩვენსას გავიტანდით. ხოლო თუ ისევ მარტო მოვიდო და ვეთყოდით, წაეთრიე, თორემ შენს უფროსებთან გიჩივლებდო. ასეც მოხდა, მარტო მოვიდა, დავაშინეთ და გაბრუნდა. მაგრამ იყო მეორე საშიშროება. იმ ოფიცერს გარეთ ნაქურდალ ნაყაჩაღარი ძუკნები ჰყავდა, რაღაც ურთიერთობები ჰქონდა მათთან. არც ჩვენ ვიყავით ობლები. უკეთ რომ ვთქვათ, ზონის გარეთ ბლომად ბენდერელები ცხოვრობდნენ. შეუთვალეთ, ბიჭი მოდის სახსალამათი ჩასვით მატარებელში, ძუკნებმა ან თავად ჩეკისტებმა არაფერი ავნონთხო. გათავისუფლდა კოდრიკი, წაიღო თავისი ვიოლინო და შინ მისულმა ღია ბარათით გვაცნობა, ყველაფერი რიგზიაო. ნეტავი სად და ვის ხელში ახლა ის ამატი. არა, რამდენი და როგორი ხალხი იმსხვერპლა იმ ომმა. შენც იმ ომის მსხვერპლი არა ხარ. ომის არა, ომს დროზე გამომარიდა ზეცა უფალმა. ციხეში მომიყვალა. ომი, მე თუ მკითხავს ვინმე, სტალინისა და ჰიტლერის დამეგობრებით მოხდა. ჩემთვის დამეგობრების პროცესი მოსკოვის დინამოს სტადიონზე დაიწყო. სათამაშოდ ვიყავით წასული. ტურნირი მორჩა. სტადიონზე რომელიღაც მატჩი სანახავად წავედი. თამაში მიდიოდა. ამ დროს თვით მფრინავის გუგუნი მოისმა. გერმანულმა ლაინერმა სტადიონს ან რამოდენიმე ათეულათას კაცს თავის სვასტიკიანად გადაგვიფრინა. დღემდე არ ვიცი გზად მიმავალმა გადაგვიფრინა თუ მასებისთვის სვასტიკის დემონსტრირების მიზნით მოხდა ეს მოულოდნელი გამოცხადება. მეორე დღეს გაზეთებში გამოქვეყნდა გუშინ მოსკოვს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფონ რიბენტროპი ეწვიაო. თბილისელი გერმანელების წრეში რამდენიმე ძმაკაცი გვყავდა, თუ იტყოდნენ რასმე ან გაზეთში წაკითხული იყო ან საბჭოთა რადიოთი მოსმენილი და მოვლენებისადმი თავიანთი გერმანულ დამოკიდებულებას არ ამჟღავნებდნენ. გარდა ერთი ჩვენი ძმაკაცისა, გვარსახელად ბრუნო კოხი გახლდათ. მისი რეაქცია დასავლეთში გერმანელების გამარჯვებებსა და ძლევამოსილებაზე ერთობ ორიგინალური იყო. ომის დაწყებისთანავე ყელსაბამის ტარება დაიწყო. კარგი ხალხტუხები აღმოაჩნდა. ალბათ გერმანიიდან ნათესავების გამოგზავნილი. გამოიპრანჭებოდა და იდგა პლეხანოვის გამზირისა და ჟორესის ქუჩის კუთხეში. ამობნელი ბიჭი იყო, ნაცნო მეგობრები ბლომად ჰყავდა. ხან ვინ გაუჩერდებოდა და გამოელაპარაკებოდა, ხან ვინ. ეგ არის უახლოესმა მეგობრებმაც კი შეუნიშნეთ, რომ გერმანელთა გამარჯვებების ექომ ბრუნოზე თავისებურად იმოქმედა. მედიდურობა მოემატა. იქვე ცხოვრობდა ჩვენი მეგობარი ოლეგ კოლესნიკოვი, დედით სპარსი, ხანპირა. დედამისი თამბაქოს ქარხანაში მუშაობდა, დილითაც საღამომდე შინ არ იყო და ოლეგის ბინა საჭადრაკო კლუბს უფრო ჰგავდა ვიდრე საცხოვრებელს. ბინას ვამბობთ, რომ ერთი მოზრდილი ოთახი იყო, ბოლოში სველი წერტილით. ვიკრიბებოდით ვის როგორ გვეცალა და თამაშობდით ჭადრაკს. ჭაბუკების ესწრე მეტწილად სპორტსმენებისგან შესდგებოდა. ჩვენი დამეგობრება სპორტის მეშვეობით მოხდა. აქ იყვნენ გერმანული სკოლის მოსწავლეებიც. სკოლისა, რომლის ყველა პედაგოგი დააპატიმრეს. ვის რა ბედი ეწია ღმერთმა იცის, ხოლო მოსწავლეები ქართულ და რუსულ სკოლებში დაანაწილეს. 39 წელს ჯარში საყოველთაო გაწვევა გამოცხადდა. რასაც მარშალ ტიმოშენკოს გაწვევა შეერქვა. ამათგან ბევრნი როგორც გერმანული ენის მცოდნენი ჯარში წაიყვანეს. ზოგისა კვალიც კი გაცივდა. ომის შემდეგ ზოგმა რომელი ქვეყნიდან დაიყილა და ზოგმა რომლიდან. ერთი სიტყვით ჭადრაკს თამაშობდით, მასხარაობდით, ბრუნო თავის პოსტზე იდგა, ჩვენ საქმეში არ ერეოდა. თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ მოსასაქმებლად ოლეგის საჭადრაკო კლუბში მოდიოდა. გაივლიდა ოთახს, ზედაც არავის შემოქმედავდა. შევიდო და მოისაქმებდა, ისევ უცნობივი ჩაგვივლიდა და წავიდოდა. ეს აქციელი პირველმა ოლეგმა შეამჩნია. ჩვენც, მაგრამ შემოწმება გადავწყვიტეთ. ხომ არ გვეჩვენება თქო. აღმოჩნდა, რომ ოლეგი მართალი იყო. ეს უკვე ზვაობრობა გახლდა და არა მედიდურობა. შემდგომ შემოვლაზე, უკეთ ვთქვათ, გასვლისას ოლეგმა ბრუნო კოხს ზურგში იატაკის ჯაგრისი რამდენჯერმე ჩაარტყა და მიაყოლა. Ты что сюда, как отходишь? Так, твою мать. ბრუნოს ამის გამო ჩვენთან მეგობრობა არ შეუწყვეტია. არც ის მოტივი იგრძნობოდა მის აქციელში, რა ვქნა მოვითმენ, მაგრამ აი მოვლენ გერმანელები და მერე ნახე თქვენო.
საერთოდ კი გულკეთილი, რბილი, მოსიყვარულე ხასიათის ბიჭი იყო, მაგრამ რა ეკნა? ჰიტლერმა იმოქმედა უარყოფითად. მე ჯერ კიდევ ალექსეევკაში მსახურობდი, როცა მოხვედეს ყველა, ვისაც გერმანული გვარი ჰქონდა, მათ შორის ბრუნოს ოჯახიც და შუა აზიაში უკრეს თავი. მიტილენიჩი გაჯავრებული იყო, იმიტომ რომ გლების მიერ ომსკიდან ჩამოტანილმა ცნობებმა არამც თუ რაიმე ახალი შეძინეს მაძებრის ინფორმაციის კიდობანს, არამედ უფრო დააბნელეს და აურდაურიეს მისი ვარაუდები და მოსაზრებები. გლებმა კი ასეთი ამბები ჩამოიტანა. ცეზარევას ადგილსამყოფელი ძბურუსითაა მოცული. ერთ-ერთი ცნობით იქ არის, სადაც სანცოვი ქალაქის მერად ბრძანდებოდა. სხვა ცნობებით ნოვოსიბირსკშია, სადაც მისი შვილები სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში, გოგო და ბიჭი. აშნა გლების მოპოვებული ინფორმაციის თანახმად ისევ ოტრადას კომენდანტად ირიცხება, მაგრამ არც ეს ცნობაა შემოწმებული. რა გამოდის? გამოდის, რომ საერთოდ არაფერი ვიცი. ყოველივე ეს ხომ იმისთვის მჭირდება, რომ კარგარეთლის ოტრადაში მისვლის შესაძლებლობა გავითვალისწინო. ასე არ არის? ასია, თორემ მან ცეზარევარაში მჭირდება ან სანცოვი და ან იგივე აშნა ნაძირალა. ამდენი ხანი გავიდა და მაინც პასუხგაუცემელი რჩება რამდენიმე კითხვა. სად დაეხეტება კარგარეთელი? იმ დარაჯ მუსიკოსისგან წამოსვლის შემდეგ დაუშვათ მუსიკოსი რამენაირად გამოუტყდა, იქ რომ ვიყავი. შეიცვლის გეს თუ არა? თუ შეიცვლის საით? ჩემი ვარაუდი იყო ომის სათავეები. ოსტრადა, ხაბიბულინის ქოხი, რკინიგზის სადგური, სასნოუკა. ამაზე მაქვს აგებული ოპერატიული გეგმა. თუ გეზი შეიცვალა, მაშინ როგორ მოვიქცე? გეზს შეიცვლის საფიქრებელია. იმ შემთხვევაში თუ დარაჯ მუსიკოსისგან ჩემი იქ ყოფნა შეიტყო. ეგ აუცილებელი არ არის, კარგარეთელს სხვა მიზეზიც აქვს. შერჩეულ გზას გადაუხვიოს. იგი ხედავს, რომ მე-80 მერიდიანით მოაცილებენ მეირმე, ბარსუკი, თვითმფრინავი, ვერტფრენი. ახლა პოლიკარპ ვასილევიჩ ასტახოვი. რა ვიცი კიდევ რა არისო. მანიშნებელი ფაქტი ბევრი აქვს. ასეთ ვითარებაში როგორ იქცევა მარბინალი? იცვლის გეზს ამ პირიქით, როგორც სერპინი ენისეიზე მოიქცა. გეზი არ შეიცვალა და სწორედ ამით მოატყუა მდევარი. მართალია, მაგრამ სერპინმა მოახერხა მიეტანა ოპერსამსახურამდე ის სრულ ვერსია, რომ გეზს იცვლის. თანაც ორი ინფორმატორის მეშვეობით ცნობა შემოწმებულად ჩაითვალა. სერპინი ქურდებთან იმალებოდა, იქ ჩვენი კაცები გვყავდნენ. კარგარეთელი ყალბი ვერსიის შემოცულების საშუალებას მოკლებულია. მაშასადამე? რა? მაშასადამე მიტილენიჩ სრულიად არაფერი. კარგი და რატომ რის საფუძველზე გაქვს ახირებული, რომ კარგარეთელი ოტრადაში მივა? რა კი ობის სათავეებისკენ მიემართება, ამიტომ აუცილებელია აშნასთან შეიაროს. ეს შენი ჰიპოთეზაა. ჩვენ მხოლოდ იმის დადასტურება მოვახერხეთ, რომ აშნამ მართლაც მისწერა კარგარეთელს. ამჟამად აქადა აქვარო. დადასტურება? ცენზორის მეხსიერება და პატიმრის წამორոշილი ვერსია. ვიღაცამ მითხრა კარგარეთელმა აშნასგან წერილი მიიღო, აქადა აქვარო. საკმარისია იმისთვის, რომ ვერსია დადასტურებულად ჩაითვალოს. მიტილენიჩ. თქვათ აშნამაც იცოდა, რომ კარგარეთელი ადრე თუ გვიან გამოიქცეოდა და თავისი ადგილსამყოფელი ამცნო. თუ დაგჭირდეს იცოდე აქავარო. შესაძლებელია თუ არა? შესაძლებელია და ისიც ხომ შესაძლებელია, რომ აშნას კარგარეთლის გაქცევა ხაბიბულინმა ამცნო. მოვა, იცოდეთ, მოიცა. მიტილენიჩ, ხაბიბულინმა რანაირად უნდა იცოდეს კარგარეთელი რა გზებით ივლის? რა? ხაბიბულინი გათავისუფლების წინ კარგარეთლისგან გეზს ვერ გაიგებდა? ფილიპოვის ფაქტორი? ფილიპოს ხომ შეეძლო ორთავესთვის ეცნობებინა, გორა პირველსავე პურგაში წამოვაო. ამინდი ყველა გაზეთში, რადიოთი და ადგილობრივი ტელევიზიითაც ყველასთვის ხდება ცნობილი, მით უმეტეს პურგა. წამოვალ პირველივე პურგის დროს. ეს იქნება ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის დასაწყისი. ამა და ამ დროს თუ არ მოვედი, ნიშნავს, რომ აღარასოდეს მოვალ. ასეთი ტექსტი მისაღებია? ეგეც მხოლოდ ჰიპოთეზაა. მართალია, მაგრამ ყველაფერი ჰიპოთეზით იწყება და დასტურებაა საჭირო. როგორ? მაგას მოვიფიქრებთ, მიტილენიჩ, მაგრამ შეცდომა, როგორი უმნიშვნელოც უნდა იყოს, როდესმე რომ თავს ამოყობს, შენს პრაქტიკაში კიდევ ერთხელ დადასტურდა.
თვითონ არ აცნობებ ფილიპოებს, კარგარეთელი გაქცეულიაო. და ჯერ კიდევ როდის ვერ შეატყობინებდა ერთსაც და მეორესაც მოდისო. რა ვიცი, ციხეში ნაწვალები კაცი ასე ღრმად შედობავდა. ეგენი სხვა სისხლის ხალხია. ვიტრენიჩმა იფიქრა, ქაღალდზე რაღაც სქემები ხაზა, ისევ იფიქრა და გლები დაიბარა. რომელ უმაღლეს სასწავლებლებში არიან ცეზარევაშვილები, გლებ? თანაშემწე დაფიქრდა და მიუგო. არ დამიზუსტებია, რა მნიშვნელობა აქვს? აქვს. ვის გვარზე არიან? დედის თუ მამის? არც ეგ დაგიზუსტებია? მაგის გაგება ძალიან ადვილია. ძნელია. ყურადღების გამახვილება არ შეიძლება. კითხვა დაიბადება, რა დასჭირდათო. აქედან გამომდინარე, შესაძლო შედეგებით უნდა დაზუსტდეს ბავშვების ადგილსამყოფელი. მათთან კონტაქტში შესვლა საჭირო იმის გასაგებად, თუ სად არის ცეზარევა, მათთან თუ სადმე სხვაგან. გორა მუდმივი გამყინვარების ზოლს გადმოსცდა. კიდევ იარა და მდინარე ვახი სწორედ მე-80 მერიდიანზე გადმოჰკვეთა.